ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი ხელმძღვანელი ნინო კალანდაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ქაბატონო ნინო, მოგესალმებით, მადლობა რომ გამონახეთ დრო და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. დავიწყოთ აი ამ დასავლეთიდან რეაგირების ნაწილში სიახლით, რაც არის პასესთან დაკავშირებული. ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ასამბლეას, რომ არ აღიაროს ქართული ოცნების დელეგაციის შემადგენლობა. თუ ეს მოცემულობა საბოლოო ჯამში დამტკიცდება, დადგება აი მთელს ამ იზოლაციის ისტორიაში რეჟიმის რა მოცემულობა დადგება? მოგესალმებით. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის შემთხვევა, რომელიც დღეს თუ ის პაზუსი, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა, არის პრაქტიკულად უნიკალური, არის უნიკალური როგორც ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე რასაკვირველია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს საუბრები იმაზე, როგორი ფორმით შეიძლება რომ მოინახოს გზები საქართველოს ურთიერთობის, ისე რომ საზოგადოება არ დაზიანდეს, ამავდროულად არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ პოზიციები არ შეიცვალოს და მათ თქვათ რაღაც არასწორი შეფასება არ მიეცათ. ამიტომ ბუნებრივია რომ არაორდინალური ქმედებებს ითხოვს ქართული პოლიტიკური სპექტრი ჩვენი პარტნიორებისგან და მათ შორის არის ის, რომ ნებისმიერი სახის ქმედება, ფორმაცია, დელეგაციის ფორმა ექნება ეს თუ სხვა რაიმე დიპლომატიური გზის გატარების მცდელობა უნდა ძალიან როგორ თქვა, ფრთხილი ხაზი უნდა გატარდეს ჩვენი მეგობრების მხრიდან იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ზედმეტი ლეგიტიმაცია არ მიიწეროს თავის და არ მოხდეს იმ რეჟიმის ლეგიტიმაცია, რომელზეც მათ შორის ევთუ ამბობს, რომ არჩევნების შედეგად ისეთი არჩევნების შედეგად იქნა ხელისუფლება მიტაცებული, რომელიც არ იყო არც თავისუფალი და არც კონკურენტული, ისეთი არჩევნების შედეგად, რომელიც დიდწილად მიიჩნევა, რომ იყო სისტემური გაყალბების შედეგად და შესაბამისად ძალაუფლების მქონე ჯგუფი არ იყოს ლეგიტიმურად ცნობილი. და კი, ნამდვილად ეს არის რთული ამოცანა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პარლამენტი, რომელიც არ არის ლეგიტიმური, რომელიც არალეგიტიმურ საწყისებზე დააკომპლექტებს დელეგაციას, იმას არ უნდა ქონდეს შესაბამისი მანდატი და თუ ეს გადაწყვეტილება მართლაც ამ ფორმით იქნა მიღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ფორმალური ნაბიჯი იქნება, რომელიც საქართველოს ძალაუფლების უზურპატორებს ფორმალურ იზოლაციაში მოაქცევს. ანუ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც არა დეკლარაციის დონეზე, არა მოწოდების დონეზე, არამედ გადაწყვეტილების დონეზე იქნება გაცხადებული, რომ ჩვენ ამ რეჟიმის წარმომადგენლებს არ ვიღებთ ჩვენ სივრცეში როგორც ლეგიტიმურ ერთეულს. აი ზოგადად ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თქვენი შეფასებით ადეკვატურია თუ არა ადგილზე საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად, აი სიახლე პასპორტებთან დაკავშირებით ორშაბათს შეიკრიბებიან საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში და იქ დამტკიცდება ეს გადაწყვეტილება. მაინც ფასდება ეს სავიზო ნაწილში გადაწყვეტილება როგორც სიმბოლური და რომ მათ შორის ფუჭად არ ჩაუვლია ოცნების ამ მუშაობას იგივე ფიცოს ხელისუფლებასთან და ორბანთან. აი ამ ნაწილში რას გვეტყვით? დღეს რა მოცემულობა უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან და რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს? მე არ დავაკნინებდი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით და მათ შორის დიპლომატიურ თუ სამსახურებრივ პასპორტებთან მიმართებით, იმიტომ რომ ეს სიმბოლურ ჟესტზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს, ეს განაცხადია დიპლომატიის ენაზე და მათ შორის პრაქტიკულ ენაზეც, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან ლეგიტიმურები, სამსახურებრივი და დიპლომატიური უფლებამოსილების განხორციელებას ვერ შეძლებენ ევროპის ფარგლებში. ამას ნიშნავს ნიშნავს იმას, რომ ისინი როგორც სამსახურებრივად და როგორც სახელმწიფო წარმომადგენლები ვერ ჩავლენ იმ ქვეყნებში, სადაც მათ წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი დატვირთვა და ფუნქცია უნდა ქონდეთ. ამიტომ ეს ნამდვილად სიმბოლურზე მეტი განაცხადია. ისიც ბუნებრივია, რომ საქართველოს მოსახლეობას იმ ფონზე, როდესაც 60 დღეა პროტესტია, იმ ფონზე, როდესაც ოცნების მხრიდან დათმობის არც ერთ ნაბიჯს არ ხედავს საზოგადოება,
ცხადია რომ მოლოდინები მეტია, სწორედ ამიტომ გავუსვი იმ შესავალ სიტყვაში ხაზი ამ არაორდინალურ ვითარებას, რომ ჩვენს მეგობრებსაც ახლა ამ ვითარებაში ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გააგრძელონ ურთიერთობა საქართველოსთან, ისე რომ არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები და ქართული ხალხის ინტერესები. მათ შორის ეს გამოსავალი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის შექმნა, რაზეც აქტიურად საუბრობენ ევროკავშირში, რომ წევრმა ქვეყნებმა დააწესონ ეროვნულ დონეზე მკაცრი სანქციები და ასე გვერდი აუარონ მაგალითად სლოვაკეთის და უნგრეთის ვეტოს. ეს იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი, ერთ-ერთი განაცხადი, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თავად ევროპული სტრუქტურები თავის შიგნით ამ პრობლემას ცხადად აღიარებენ და ხედავენ. ისინი ხედავენ, რომ პრორუსული პოლიტიკა და რეგიონში პრორუსული პოლიტიკა ტარდება მათ შორის ამ ორ დასახელებულ ქვეყანაში, ამიტომ უბრალოდ არა ამ ქვეყანაში, არამედ მათი ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ კი ეს იქნებოდა ერთგვარი გამოსავალი, რომ თქვათ მათ სიტუაციას არ ქონდეს ვეტოს თანაზომადი დატვირთვა. თუმცა მიუხედავად ამისა, გარკვეულ გადაწყვეტილებებში მაინც შეზღუდულები იქნებიან, მაგრამ მათ აქვთ ბერკეტები, რომელიც მათ შეუძლიათ ინდივიდუალურად ბილატერალურ დონეზე ამუშავონ საქართველოსთან და საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან მიმართებით, ვიდრე თქვათ რაღაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ აუცილებელია შენარჩუნდეს ის განწყობა, რომ რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოს de facto მართავს, არის არალეგიტიმური და შესაბამისად მათთან რუტინული დიალოგი არ შეიძლება რომ დღის წესრიგში დადგეს მათ შორის ევროპულ სტრუქტურებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რამდენადაც ვითარება არის არაორდინალური, იმდენად სამუშაოა ჩვენს მეგობრებთან იმაზე, როგორი არაორდინალური პასუხი შეიძლება იქნას მოფიქრებული, არ არის აუცილებელი არსებობდეს უკვე აპრობირებული რაღაც პრეცედენტული შემთხვევები. ეხლა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალი პრეცედენტი უნდა შეიქმნას, როგორ იქცევა ევროპა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, სადაც აი ასეთი არაერთგვაროვანი სიტუაცია შეიქმნას. სადაც ახალმოდგომებია საჭირო. პარტნიორებთან მუშაობის ნაწილში თქვენ მათ შორის როგორ ხედავთ მეხუთე პრეზიდენტის როლს, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა გუშინ ემანუელ მაკრონს, რაზე ისაუბრეს, არ ვიცით, მაგრამ შემდგომ ინტერვიუში ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მან მოითხოვა ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან უფრო ეფექტიანი, ვიდრე არის დღეს დაწესებული ეს სავიზო შეზღუდვების ნაწილში. ჩემი გადმოსახედიდან ნებისმიერი ხმა, რომელიც დღეს გარკვეული ტიპის ლეგიტიმაციით სარგებლობს და წარმოადგენს მინიმუმ იმ ხალხს, რომლებიც აქ დემოკრატიისთვის იბრძვიან და არ წარმოადგენს რეჟიმს და არის ხმა ივანიშვილის რეჟიმის თუ მმართველობის ფორმების წინააღმდეგ დღეს საქართველოში არის დადებითი. მე ვისურვებდი, რომ ამის შესაძლებლობა, სტატუსი, ფორმა, ლეგიტიმაცია ჰქონდეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ბარიერი გადალახეს და რომლებსაც არჩევნები გაუყალბეს, მაგრამ მინიმუმ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობენ, მათ ჰქონდეთ ეს წარმომადგენლობითი ხმა. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებ იმ რთულ ვითარებასაც და ვაღიარებ იმ მოცემულობას, რომ დღეის მდგომარეობით სალომე ზურაბიშვილის ხმა უფრო ისმის დასავლეთში, ვიდრე ეს არიან ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები. ამიტომ ხო, ამ შემთხვევაში ძალა ერთობაში უნდა იყოს, უნდა კოორდინირებულ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაწიონ და დასავლეთს, როგორც ბრიუსელს, ისე დედაქალაქებს, ისე ვაშინგტონს უშუალო პირები ჭირდება, რომლებთანაც ისინი დიალოგს წარმართავენ და მათთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული ხალხის ინტერესებში. ამიტომ კი ამ ეტაპისთვის ნამდვილად პოზიტიურად ვაფასებ სალომე ზურაბიშვილის როლს. მე ვისურვებდი, რომ ამას დაემატოს ასევე პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობა და თქვათ მათი ხმაც გაძლიერდეს დასავლეთში. ძალიან დიდი მადლობა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, პასუხობდა ფორმულას კითხვებს.